16 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ინდოელი წარმოშობის მუსიკოსისა და მხატვრის შრი ჩინმოის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა „ჩიტების სულები“ გაიხსნა. შრი ჩინმოი გამოჩენილი ჰუმანისტი, ფილოსოფოსი, მწერალი და პოეტი, კომპოზიტორი და მხატვარია. ის თავის შემოქმედებით უზიარებდა სამყაროს თავის მისწრაფებას, უნივერსალური ჰარმონიისა და ერთობისაკენ. თვითდახელოვნება მთავარი თემაა მთელ მის შემოქმედებაში. შრი ჩინმოის შექმნილი აქვს 200,000-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი. დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ისეთი უნიკალური იშვიათი გამოფენა, შრი ჩინმოის ნამუშევრების გამოფენა. ეს ორიგინალები ნახატებია, რომლებიც ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ჯერ SNG-ს დსთ-ის ქვეყნები მოიარეს და დღეს საქართველოში ჩამოვიდნენ და დღეს გაიხსნა აი გამოფენა. თვითონ შრი ჩინმოი ძალიან ისეთი უნიკალური ადამიანი იყო. ხატავდა ძირითადად ჩიტებს. 13 მილიონზე მეტი ჩიტი აქვს დახატული და ჩიტის სიმბოლოს იყენებდა როგორც აი ჩვენი საკუთარი სულის სიმბოლოს, რომელიც რაღაც უსასრულობისკენ, აი ცისკენ მიისწრაფვის და ყველა ნახატი ეს ჩიტები ძალიან ღია ფერებში არის დახატული, ნათელი ფერებში, რაც მაყურებელს შებადებს აი ესეთ სუბუქ ძალიან კეთილ განწყობას. და თვითონ არა მხოლოდ მხატვარი იყო, რაღაც თავისებური ფილოსოფია ჰქონდა ძალიან ძლიერი. ის სპორტსმენი იყო. წარმოიდგინეთ, ხატავდა ჩიტებს, რაღაც ისეთ პატარა მინიატურ ნამუშევრებს და ამავე დროს რაღაც ტონობით სიმძიმეებს წერდა. ის სპილოყავს აწეული 4.5 ტონა ლექსებს წერდა, ფანტასტიკურს, ფილოსოფიურს და თავისი ცხოვრების წესით ანახებდა ადამიანის პოტენციალის, ადამიანის შინაგანი ბუნების უსაზღვრო პოტენციალს. დიდ მადლობა მინდა მოუხადო პარლამენტის ბიბლიოთეკას, იმიტომ რომ დავუთმო უანგაროდ ამ გამოფენას ეს დარბაზი, ფანტასტიკური დარბაზია და ძალიან მაგარი გამოფენაა და მოგზაურობთ და ისია ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი სერიიდანაა, რომელსაც მან ჯარნა კალა, ანუ ხელოვნების შადრევანი უწოდა. გამოფენა 27 იანვრამდე გაგრძელდება.